განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოიღო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან საბას და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები, სადაც ყველაზე აქტიურადაა განხილული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ანტიკოლონიალური აჯანყებები, ხაზგასმულია ქართველი ერის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამ ნაწარმოებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. ილიას ბედნიერიერი, ჩემო კალამო, განდეგილი, აჩრდილი, ვაჟა ფშაველას ბახტრიონი და სხვა. პროგრამიდან ნაწარმოებების ამოღებას მოჰყვა ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება. სადაც ის ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯები სასკოლო განათლების, მათ შორის სახელმძღვანელოების მთლიანად შეცვლა იქნება. რას ნიშნავს ეს განაცხადი? რას უპირებს ქართული ოცნების ხელისუფლება განათლების სისტემას, თუ კი ის კვლავ დარჩება ხელისუფლებაში? ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია ქამადაძე. მოგესალმებით ქალბატონო ლია, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამოშვიდობისა, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ქალბატონო ლია, თქვენ როგორც პედაგოგი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, თუ ხედავთ რაიმე ტიპის საშიშროებას ამ ტიპის განცხადებებში? აი მაგალითად 2024 წლამდე ქართული განათლების სისტემა, ქართული მწერლობა დაცლილი იყო ლიბერალიზმისგან? მე ნამდვილად ვხედავ სერიოზულ პრობლემებს ამ მასალების ამოღებით და რატომ. ჩემი შეხედულებით, ნაწარმოებები, რომლებიც ამოიღეს, ემსახურება მართალი სიტყვის გაქრობას. ჩემო კალამო ხომ ამას ამბობს, ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში. ანუ მართალი სიტყვის წინააღმდეგ გაკეთებული არჩევანია. გარდა ამისა, მე პირადად არ მომისმენია არანაირი არგუმენტი, თუ რატომ გადაწყვიტა სამინისტრომ ეს, ან ვინ გადაწყვიტა, რა მოტივით, რა მიზნით. და მე ვფიქრობ, მე რომ ეხლა ჩემს მოსწავლეს რაიმე გადაწყვეტილება ვაცნობო ისე რომ არ ავუხსნა, რატომ ხდება ასე, მას აუცილებლად ექნება კითხვები ჩემთან. და თუ მე მის კითხვებს არ დავაკმაყოფილებ, გაუჩნდება ბუნებრივია პროტესტი. მე სახელმწიფოს მართვას, ჩემი კლასის მართვას ვადარებ. და მგონია რომ ერთი და იგივეა პრინციპი მართვისა, ადამიანური რესურსების მართვისა. და სამწუხაროდ მე ვხედავ ამ ნაწარმოებების ამოღებაში იმასაც, რომ არაწყობთ პატრიოტიზმის სულისკვეთების გაღვიძება მოსწავლეებში. და ჩემს ვარაუდსაც გეტყვით რატომ. დღესდღეობით რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დაუპირისპირდა აი ამ რეჟიმს, იქ ქუჩაში დგას პატრიოტი ხალხი. და ამიტომაც მათთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ფულის გადახდის გარეშე ადამიანი გადიოდეს ქუჩაში, აპროტესტებდეს, ითხოვდეს სამართლიანობას, ითხოვდეს თავისუფლებას, ითხოვდეს თანასწორუფლებიანობას და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენ ღმერთმა დაბადებით გვაჩუქა და რომელიც ჩვენ კაცობრიობამ კონსტიტუციით განვამტკიცებთ, რომ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი თანასწორუფლებიანობა, ჩვენი გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. მაგრამ აი ამ გადაწყვეტილებაშიც ვხედავ, რომ აქ რაღაცები ისე არ არის, როგორც ხალხს გვესმის. ამ შემთხვევაში პატრიოტ ხალხს. აი კობახიძის თქმით, ციტირებას გავაკეთებ. 2004 წლიდან ძალიან სერიოზული ძალები ცდილობდნენ განათლების სისტემაში მანკიერებებისა და ეგრეთ წოდებული ლიბერალური ტენდენციების ჩანერგვას. ამის, ანუ ლიბერალური ტენდენციების აღმოსაფხვრელად შეიცვალა ეროვნული სასწავლო მიზნებიო, კობახიძემ განაცხადა. მაინტერესებს ლიბერალიზმის გარეშე არსებობს კი ქართული მწერლობა. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მაგალითად ვაჟა, რუსთაველი, ნუ ილიაზე ხო ალბათ წარმოუდგენელია ლიბერალიზმისგან დაცლილი აი ამ მწერლების შემოქმედება. სამწუხარო რეალობაა ჩვენს ქვეყანაში ის, რომ სიტყვა ლიბერალიზმი ვიღაცებისთვის სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და ვიღაცებისთვის სულ სხვა მნიშვნელობა. როცა ილია ჭავჭავაძეს ჩვენ როგორც ერესულიერ მამაზე ვსაუბრობთ, ეს თვითონ იყო ისეთი ადამიანი და იმ ღირებულებების გამტარებელი, რასაც დღეს ეწინააღმდეგება სამწუხაროდ ვიღაცები. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ილია ჭავჭავაძე მოვკალით. დაქირავებული მკვლელებით მოვკალით, თუმცა ვიცით ეს საბოლოო ჯამში როგორც გაგრძელდა. ეხლა ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის წარმოდგენა მე პირადად ძალიან მიჭირს და არ შემიძლია. რატომ ებრძვიან თქვენი აზრით აი ასე უხეშად და აი ასე ჯიუტად ლიბერალიზმს? ეს არის უბრალოდ პროპაგანდის შედეგი, რაღაც კონკრეტულად მიზანმიმართული ქმედება, თუ რა ამოძრავებთ? მე ვთვლი, რომ თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ მიდის გალაშქრება, რატომ? თავისუფალი აზროვნების ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი არსებულ რეალობასთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მე მგონი არავის არ გაუკვირდება, თუ კი თანამედროვე ხელისუფლების მმართველობისთვის მე გავიხსენებ ჭაბუ ამერჯების რომანიდან დათა თუთაშხია ეპიზოდს. მოსე ზამთარაძის ნაამბობი.
აქვე მინდა ვთხოვო საზოგადოების ძალიან ბევრ ნაწილს. წაიკითხონ ეს ეპიზოდი, რომანს თუ თავიდან ბოლომდე ვერ წაიკითხავენ და იქ ძალიან კარგად ჩანს. არქიპო სეთური, როგორ მართავს საირმის ტყეში, ბჭყალებში ბამბო მინი სახელმწიფოს. აი ზუსტად ამ პრინციპის მართვა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, მე ამას ვხედავ. და საბოლოო ჯამში იმ არქიპო სეთურის ეპიზოდში ჩანს, როდესაც დათა თუთაშეა ვეღარ მოითმეს ამ სიბრიყვეს, რასაც იქ ხალხის წინააღმდეგ ჩადის მაშინდელი მმართველი არქიპო სეთური კაკო თაბაგარისა და ასინეთას ხელით და განუცხადებს, რომ რას ჩადით ხალხნო, რას აკეთებთ. ხალხისგან მიიღებენ ჩაქოლვას. დღეს ზუსტად ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. მართალი სიტყვის გამჟღერებელი ქუჩაში რო გამოვიდა და რადგან სხვაგან ვერ გააგონა ქუჩაში განაცხადა, ზუსტად ამ ადამიანებმა მიიღეს ჩაქოლვა, მიიღეს ყბების დამტვრევა, მიიღეს ძალადობა. აქვე არ შემიძლია არ აღნიშნო ჩემი პირადი გულის ტკივილი. მე ვიცი პირადი გამოცდილებითაც, რომ ფიზიკურ ტრამვებს ძალიან დიდი შედეგები შეიძლება შემდეგში მოყვეს, რომელიც შეიძლება დღეს არ გამოვლინდეს. და ეს შედეგი არ იქნება დადებითი, ეს შედეგი ძალიან უარყოფითი იქნება ჯანმრთელობაზე ასახული. არ მესმის, მე ვერ ვიგებ, როგორ რანაირად შეიძლება საკუთარ ხალხს დაუსპირისპირდე ძალით. ჩვენ მასწავლებლებს შრომის იარაღით სიტყვა გვაქვს, ბრძოლის იარაღით სიტყვა გვაქვს. იქ პროტესტს გამოხატავდა ადამიანების სიტყვით. რატომ არავინ არ უპასუხა სიტყვით? რატომ გამოვიდნენ და დაიწყეს რობოკოპებით ძალადობა და თავისუფლების შეზღუდვა? ფაქტობრივად, როდესაც საუბარია, რომ 78 მუხლიო, რა 78 მუხლი ხალხნო, თავისუფლების უფლებაა შეზღუდული, თანასწორობის უფლებაა შეზღუდული, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაა შეზღუდული. ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა? მაგრამ მე მგონია, რომ ხალხის ის ნაწილი, ვისაც არ ეშინია ხმამაღლა თქვას თავისუფალი სიტყვა, არის მაგალითი იმ დარჩენილი საზოგადოებისა, რომელსაც ეშინია, რომ თქვას ხმამაღლა ის რაც ხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე უკეთესად, ჩემზე განათლებული ადამიანები ხედავენ, მაგრამ ძალიან ბევრი სამწუხაროდ ვერ ბედავს სიტყვის ხმამაღლა თქვას. სამწუხაროდ. რის გამო ვერ ბედავენ? სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. იმიტომ რომ კოლეგებსაც გულისხმობთ? ჩემს კოლეგებს არ გულისხმობ სხვათა შორის რატომ? ჩემს სკოლაში არის სხვა სკოლებთან შედარებით ალბათ მე სხვა სკოლების სიტუაციები არ ვიცი ზოგადად კოლეგები. ჩემს სკოლაში ნამდვილად კარგი სიტუაციაა, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ნამდვილად არ ხდება და ამის დასტური მე ვარ, იმიტომ რომ აქ ვარ და არც ჩემს კოლექტივში რომ მივდივარ, იქ არ ხდება ვიღაცის თუნდაც ირონიული გამოხედვა ან აგრესია, ნამდვილად არა და ეს სკოლის დამსახურება, ის ჩვენი სკოლის ადმინისტრაციის დამსახურება, რასაც მე ყოველდღიურად ხვდები და მადლიერი ვარ მათი, რომ ეს თანამშრომლური და მეგობრული გარემო გვაქვს ნამდვილად ჩვენ სკოლაში, მაგრამ ზოგადად ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც ხმამაღლა უთქვამთ, შემდეგ ხდება ისე, რომ მისი ოჯახის წევრები ხდებიან რეპრესიების მსხვერპლნი, ვიღაცას სამსახურიდან ითხოვენ, რაღაცა არაადეკვატური მიზეზის გამო, ვიღაცას დაშინებით ემუქრებიან და მე ამას რეპრესიებს ვეძახი. ელემენტარულად დავიწყოთ. Facebook-ზე დადებული პოსტის გამო ვიღაცას რომ აიძულებს, რომ აიღოს ეს პოსტი. იმიტომ რომ რაღაცა ხელისუფლებას არ მოეწონა და რაღაცა მათი საამებელი არ გაჟღერდა იქ. აი ეს ვიღაცა შეგაწყვეტინებთ, ვინ არის საკუთარ თანამდებობას იყენებენ, თქვათ, თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის? თუ ოჯახის წევრებს აიძულებენ, რომ უთხრას რაღაც ზეწოლის გამო, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდონ, თუ მექანიზმი არის ზუსტად იგივე, რაც წაღან ვახსენე მე. კაკო თაბაგარი და ასინეთა. ანუ ისინი პირდაპირ კი არ ამბობენ სხვებს, მათ ხელქვეითებს, რომლებიც გამოჭერილი ყავთ რაღაც დანაშაულებებში, მაგრამ ინარჩუნებენ იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი საქმეები აკეთებინონ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ტიპიური შანტაჟია. შანტაჟია, დიახ, შანტაჟია, მათ რიგებში შანტაჟია სამწუხაროდ და იმ დონის შანტაჟია თან, რომ ეს დაშანტაჟებული ადამიანი ხმამაღლა ამას ვერ იტყვის. იცით რატომ ვერ იტყვის? იმიტომ რომ იტყვის და თვითონაც დაიშჭება. თანაც უფრო მკაცრად. რატომ? იმიტომ რომ პაიკები მარტივი გასაწირია, მაგრამ იმ პაიკებს მინდა უთხრა, რომ პაიკებო, თქვენ შანსი გაქვთ დედოფალი გახდეთ. პედაგოგებს აშანტაჟებს ხელისუფლება? აქვს ბერკეტი რაიმე ფორმით რომ დააშანტაჟოს და რა ნაწილში მაგალითად? სხვა სკოლებში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის არავის არაფერი გაუბედავს არასდროს, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ ეს ჩემი დამსახურებაცაა, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ მე მართალი სიტყვის თქმა არსად არ მეშინია. მე იმას რასაც ვფიქრობ, გავიმეორებ.
პრეზიდენტთანაც, პატრიარქთანაც და მამა ზეციერთანაც. ჩემთვის მთავარია სინდისის მორალის წინაშე ვიყო მართალი და მე ღირებულებებს და პრინციპებს არ ვუღალატო, თორემ მე არ მეშინია არავისი. ალბათ ეს არის ჩემი ძლიერი მხარე, ჩემი იარაღი სიტყვა. როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ რომ აი ჯერ ხელში ჩაიგდონ თქვათ საგანმანათლებლო სივრცეები, სკოლები, უნივერსიტეტები, სხვადასხვა სფეროები ასე ცდილობენ ჯერ აი ამ სფეროების გაჩუმებას და შემდეგ მაგალითად ცდილობენ რომ აი ეს რეპრესიული მექანიზმები გაავრცელონ სხვა სფეროებზეც. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოახერხა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმმა ეს თუ ვერა სკოლებს გულისხმობდა საგანმანათლებლო სივრცეებს. თქვენ კი ამბობთ რომ მე ვარ ბოლომდე თავისუფალი და ჩემი გამოხატვის თავისუფლებას დავიცავ, მაგრამ ზოგადად სისტემაზე ვსაუბრობ. ზოგადად სისტემის უმრავლესი ნაწილი რომ დუმს და ვიცი რომ ჩემზე უკეთესად ფიქრობს, ეს უკვე ნათელი ფაქტია ამისა. თუმცა მე ამ რეჟიმს ავტორიტარულს კი არა, ტოტალიტარულს ვუწოდებ. რატომ? ავტორიტარული რეჟიმი ნიშნავს ვიღაცის ავტორიტეტის მმართველობას და ჩემთვის პირადად ივანიშვილი ნამდვილად არ არის ავტორიტეტი. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმი, რატომ? აბსოლუტურად ყველა სფეროში აქვს თავიანთი გავლენები და გავლენების იარაღი ყველგან და ყოველთვის არის ფული. სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია რომ ფული. და ვხედავ ამ ფულის მონობას ძალიან ბევრ შემთხვევაში. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ბატონის მონაა, ფულის მონაა, ძალაუფლების მონაა, მდგომარეობის მონაა თუ ვისი მონაა. მონობის ფორმების შეცვლა არ ცვლის მონის თავისუფლებას და არ ანიჭებს მას. სამწუხაროდ მახსენდება ახლა ჯორჯ ორუელის რომანი 1984, სადაც იქ ტოტალიტარული რეჟიმი ხალხს შთააგონებს, რომ ომი მშვიდობაა, რომ მონობა თავისუფლებაა. რაც ხდება დღევანდელ დღეს რეალურად, ხო? ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ. სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია. მოდი დაუბრუნდეს იმ ნაწარმოებებს, ისევ კობახიძეს დაუბრუნდები, იმიტომ რომ ის აქტიურობდა პრინციპში ამ საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით, მისი განცხადებები რახან უკავშირდებოდა, ამიტომ დაუბრუნდები ისევ მის განცხადებას. მან თქვა, რომ ამ ყველაფრის შედეგი, ანუ ცვლილებებთან დაკავშირებით, რასაც გეგმავენ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, თქვა, რომ ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას მაქსიმალურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები დაეკნინებინათ ბავშვების აღქმაში პატრიოტიზმის მნიშვნელობა და ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა. მაინტერესებს ილიას ბედნიერი ერი ან განდეგილი, ან ვაჟას თუნდაც კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი. ეროვნული იდენტობას ან პატრიოტიზმს ებრძვის? პირიქით, კი არა ებრძვის. ადასტურებს და ასწავლის, რომ კოსმოპოლიტი ვერ გახდება ადამიანი თუ არ არის ის პატრიოტი. სამაგიეროდ პატრიოტი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ კოსმოპოლიტამდე ვერ ამაღლდეს. და ვაჟა ეს არის გენია. ეს არის დედამიწაზე ჩამოსული ღმერთი, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევისათვის და ამ ადამიანმა მთაში თავისუფლება საკუთარ თავზე გამოსცადა და ის რაც მან ცხოვრებაში შეიმეცნა, შეისისხორცა, სოფლიოს საგანძურია მისი ლიტერატურა და მე სხვაგვარად მას ვერ ვხედავ. თუმცა მე მგონია რომ განათლების საწინააღმდეგო რომ მიდის პროგრამული თუნდაც ცვლილებები, რას გულისხმობ ახლა აქ. აქვე შემიძლია აღნიშნო ერთი ფაქტი. ყველა რეჟიმში იყო ყოველთვის რაღაცა არასასურველი, მაგრამ ადამიანთა ნაწილი იმ რეჟიმებშიც იყვნენ პატრიოტები, რომლებიც ბოლომდე თავის პრინციპების ერთგული რჩებოდნენ. ადგილობრივ დონეზე ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს პატრიოტული მოტივი, საგანმანათლებლო აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის, რაც არის საჭირო, ეს გააქტიურონ, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ სისტემა მაინც თავიდან იმართება. ანუ რას გულისხმობ? სამწუხაროდ პროგრამებში მე ვერ ვხედავ ისეთ თანხმედრას, რომელიც ღირებულ განათლებას და ხარისხიან განათლებას მიგვაღებინებს. რას გულისხმობ ახლა? მე რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ და ვიწყებ ტექსტის შესწავლას, სამწუხაროდ არც ერთი ეპოქის შესახებ არ არის საქართველოს ისტორიის ნაწილში გავლილი ეს საკითხები. და ისტორიის მასწავლებელს რო ველაპარაკები, რა ვქნა, ჩემი პროგრამა ჯერ მაგ არ არის. ანუ მომავალში. მაშინ გამოდის რომ როცა საუბრობდნენ რომ მომავალი საგანმანათლებლო სისტემა უნდა იყოს ინტეგრირებულ სწავლებაზე და დაფუძნებული, ეს არ გამოდის რეალურად სახელმძღვანელოების და ამ სასწავლო მასალების მიხედვით, ხო? მე ამ ჩემი საგნიდან გამომდინარე ვერ ხედავ. როცა ინგლისურის მასწავლებელი მეუბნება, აულია გეხვეწები, ცოტა ადრე ასწავლე ზმნიზე და იმიტომ რომ მე ზმნიზე და უნდა ვასწავლო და ქართულში რომ არ აქვს ნასწავლი, როგორ გავაგებინო. ეხლა ჩვენ თანამშრომლობთ და ამას მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.
გამომდინარე, რა თქმა უნდა. ჩემთვის უმთავრესია ბავშვის ინტერესები, მე სხვა დანარჩენი. კი ბატონო, რახან ასე დაჟინებით იმეორებენ, რომ თითქოს ესენი თითქოს აქამდე რაღაც სხვა ტიპის პატრიოტიზმს ასწავლიდნენ სკოლებში და ახლა ამათ უნდა ასწავლონ ნამდვილი პატრიოტიზმი, ხო? კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ვაჟასი, მინდა რომ ცოტა განვავრცოთ. რა დაუწუნა თქვენი აზრით ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამ ნაწარმოებს? რატო არ მოსწონთ ვაჟას პატრიოტიზმი? და როგორი პატრიოტიზმის სწავლებას აპირებენ თქვენი წარმოდგენით, თქვენი შეფასებით ისინი? მე მგონია, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. მე მგონია, რომ ეს კითხვა მათ უნდა დაუსვათ, იმიტომ არანაირი წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომელიც იწუნებს კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმს, ან რა უკეთესი რა უნდა შესთავაზოს. ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა. მაგრამ ვხედავ საფრთხეს ამ პროგრამიდან ამ საკითხების ამოღებაში, აი თუნდაც პოლიკარპე ყაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერი. ყვარყვარე თუთაბერი ამოიღეს და ყვარყვარეობა არ არის ჩვენი ყაველაშვილის გაპრეზიდენტება? მაინტერესებს. ანუ რა გამოდის? იმიტომ ამოიღეს, რომ ვიღაცებმა არ ამოიცნონ სახეები თანამედროვე საზოგადოებაში. სხვათა შორის ქართული ლიტერატურის ყოველი გაკვეთილი ემსახურება სახეებით მეტყველებას, ხო? და ამ სახეების უპირატესობა ის არის, რომ ის ლიტერატურული სახე ყოველ საზოგადოებაშია, ანუ ხელოვნება დროსა და სივრცეზე მაღლა ადის. ანუ მარადიულია ყოველთვის და ამიტომ არის ის ღირებული, ხო? რაც არ უნდა მალონ, ვერ დამალავენ. ჭირი არ წავა უჭირო, თუ ჭირის დედა მთელია. განათლების მინისტრი, ახლანდელი მინისტრი არის ყოფილი მოსამართლე. მისი მოადგილეები ყოფილი სასამართლოს მოხელეები არიან. როგორ ფიქრობთ, რა დღის წესრიგი შეიძლება გქონდეთ მათ განათლების სისტემაში? აი როგორ უყურებთ ამას, რომ თქვენი მინისტრი არის მოსამართლე, სასამართლო სისტემის წარმომადგენელი და არა განათლების სფეროში მომუშავე ადამიანი, გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანი? რა შეიძლება შესძინონ მათ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემას? ეგ არ ვიცოდი სხვათა შორის, რომ სასამართლო წარსული ჰქონდათ მათ. მე ვფიქრობ, განათლების სისტემაში მინისტრის და ყოველი თანამშრომელის აუცილებლად სკოლა გამოვლილი უნდა იყოს. არა მოსწავლეობის სკოლა გამოვლილი, არამედ სკოლაში მასწავლებლად მინიმუმ ნამუშევარი უნდა ჰქონდეს. რატომ? გარედან ვერანაირად ვერ დაინახავ სასკოლო საზოგადოებაში რეალურად რა ხდება. მეც ვიყავი მოსწავლე და მოსწავლის თვალით ნამდვილად ვერ ხედავდი იმ სივრცეს, რასაც ხედავ დღეს მასწავლებლის თვალით. და შეუძლებელია სკოლაში სამუშაო გამოცდილების გარეშე არსებულმა ვერანაირმა კადრმა არ ამგონია, რომ შეძლოს ის, რაც საჭიროა მოსწავლე ახალგაზრდობისთვის და განსაზღვროს სწორად. მე ვხედავ ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ უცხოური პროგრამებიდან აპლიკაციით ნათარ პროგრამებს, სადაც კალკიც კი არაა გასწორებული სამწუხაროდ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს უცხოური პროგრამა რომ გადმოთარგმნე, იმას ქართული საზოგადოებისთვის მორგება ჭირდება და მინიმუმ ქართული ენისთვის შესატყვისი ფორმების გამართვა ჭირდება. უსმენენ კი მასწავლებლებს, აი რამდენი ხნის პედაგოგი ხარ თქვენ, ალბათ დიდი ხნის, ხო? 25 წელზე მეტია მასწავლებელი. 25 წლის განმავლობაში გახსენდებათ ერთი პროექტი, ერთი ინიციატივა, ან ისეთი რეფორმა განხორციელებული, სადაც პედაგოგებს დაგეკითხნენ, რა იქნებოდა უკეთესი, რა იქნებოდა უფრო შედეგის მომტანი. გახსენდებათ მსგავსი რა? ამ წუთას რაც მახსენდება, ეს არის, როდესაც ამბილახვარი მოვიდა მინისტრად. როდესაც დაიწყო მან, მე სხვათა შორის ყურადღებით ვუსმენდი პირველ არხზე გადიოდა სპეციალური გადაცემა, აღარ მახსოვს ზუსტად რა ქვია იმ გადაცემას და იქ იყვნენ მოწვეული მასწავლებლები, რომლის მსმენელიც იყო მინისტრი ან მინისტრის წარმომადგენელი ვინმე, რომლებიც თითქოს კვლევას ატარებდნენ, რომ მასწავლებლების აზრები მოესმინათ და გაეტარებინათ სკოლაში რეალურად. მე თქვენ გისვამ კითხვას, რამდენად შესაძლებელია მინისტრმა წელწად ნახევარში ან 2 წელიწადში რაიმე დანერგოს სკოლაში? შესაძლებელია? მე ვფიქრობ არა. აი საქმე ამაშია, ჩვენ სპეციალისტები ამას სპეციალისტებისგან ეს მომისმენია. წლების განმავლობაში. რომ დრო სჭირდება რაღაცების 2 წელზე მეტი არც ერთი მინისტრი არ ყოფილა. შესაბამისად, არც ერთი რეფორმის დასრულება, შეფასება, ანალიზი არ მომხდარა ჩემი ვარაუდით. რატო ვამბობ ახლა ამას? როდესაც წინა სქემა პირველი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ეს გეგმები როცა იწერება, ხომ უნდა გამომდინარეობდეს წინაში არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე და მის გამოსწორებას ემსახურებოდეს, ხო? მე ასე მესმის ყოველ შემთხვევისათვის, მე რომ ჩავატარე კვლევა, ვთქვათ, სქემის ფარგლებში, ამ შემთხვევაში მოსწავლე იყო ჩემი საგანი კვლევისა, შესაბამისად დავინახე, ხო? უნდა განსაზღვრო საჭიროებები და მე დათვალო შედეგები.
მე ვერ ვხედავ რომ შედეგები სწორად დაითვალა, რატომ? გონია, ჩემი სუბიექტური აზრია. გონია რომ ერთს მეორე ისე გადააბეს, რომ წინა შედეგები არ დაუთვლიათ. თუნდაც ამილახვარის მიერ დაანგარიშება ფორმულისა სახელფასო. სახელფასო ყოველად გაუგებარია. მე ვიცი რომ იქ ბევრნაირი წინადადებები მოისმინეს, მაგრამ რაც მათ აწყობდათ ის გაიგონეთ, რაც არ აწყობდათ არ გაიგონეს და მე პირადად ვარ ცოტა არ იყოს განაწყენებული რა ნიშნით. ეხლა დააკვირდით ფაქტობრივად ყველას მთელი 1 წელი გვპირდებოდნენ რომ 500 ლარზე და მეტზე გაგვესდებოდა ხელფასი. შემდეგ ისე მოხდა რომ იანვარში რომელიც დაგეგმილი დანამატი იყო 100 ლარით უნდა გაზრდილი იყო. გვითხრეს რომ ახლა არ გიზრდით იმიტომ რომ ივნისში გაძლევთ 500 ლარზე მეტს. არაფერი ახლა ჩვენ მაინც ვერაფერს ვერ შევცვლიდით და ისეთი მეტად უცნაური ფორმულა შეიმუშავეს რომ რა გამოვიდა წამყვან და მენტორ მასწავლებლებს დაგვაკლდა ხელფასი. გაეზარდათ მხოლოდ უფროს მასწავლებელს. ოღონდ გაეზარდათ როგორ და რანაირად. დაწყებით ის მასწავლებელს რომელსაც კომბინირებულად 3 საგანი აქვს ჩაბარებული, ამ 3 საგნის საათის ღირებულება გაეზარდათ, მაგრამ დანარჩენი საათების ღირებულება დააკლდათ. ჩემნარი კადრებს რომლებსაც დააკლდათ ხელფასი, გარდამავალი დებულებით 2025 წლამდე იმის გამო რომ არ დაკლებოდა 200 ლარი დაგვემატეს. 25 ლარის 2025 წლის შემდეგ რა იქნება? ეს გარდამავალი დებულება რომ შეიცვლება. რა იქნება? არ ვიცი. ჩვენ დავინახეთ მაგალითად ძალოვან უწყებაში მომუშავე თეატრო ლუკიანმა რა შედეგები დადო კულტურის სამინისტროში, ხო, ფაქტობრივად რეპრესიები გაატარა და დაანგრია სისტემა, ხო, პროგრესისა და განვითარების ნაცვლად. რატომ მოყავთ ძალოვანი უწყებებიდან ადამიანები საგანმანათლებლო სისტემაში? რისი შექმნა სურთ, ანუ რისი თქმა, რისი კეთება სურთ ამით, რა განაცხადია ეს? ჩემი აზრი ასეთია, ვინც არ უნდა მოიყვანონ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ერთი კაცის დაკროლზეც ეკვავს მთელი მთავრობა. ანუ იქ სახეები და სახელგვარები რა შეიცვლება, არავითარ ცვლილებას ეს არ მოიტანს. ცვლილებას მოიტანს ის, ვინც სინამდვილეში კულისებიდან მართავს ქვეყანას. აი, ეს კიდე მხოლოდ მისი სასარგებლო. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რატომ? ანუ კულისებში ისე ზის, რომ თუ რამე პასუხისგებლობის საკითხი დადგება, თქვათ რომ არ აგებს პასუხს. ამას ემსახურება, მე ასე მგონია, სხვა არ ვიცი. ბატონო. თქვენ თვით რომ მაინც ივანიშვილის ინტერესები უნდა გაატაროს ყველა მინისტრმა, ხო? რა ამოძრავებს თქვენი დაკვირვებით ივანიშვილს? ბევრი ითქვა ამ ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით რომ ითქვა რომ მას რეალურად რუსული ინტერესები აქვს ამ ქვეყანაში, ანუ კრემლის ინტერესებს ახორციელებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ რომ ქართველი ხალხის ინტერესები არის ევროკავშირი, ევროინტეგრაცია და აღმოჩნდა რომ ივანიშვილს რუსული ორბიტისკენ აქვს ორიენტაცია უკვე მიმართული, ხო? რა ამოძრავებს მას რეალურად? თქვენ როგორც პედაგოგი რას ფიქრობთ? თუ კი აი ეს ძალები შეინარჩუნებენ ძალაუფლებას ამ ქვეყანაში, რა შეიძლება ველოდოთ სამოქალაქო საზოგადოების მხრივ, განათლების სისტემის მიმართულებით და როგორ წარმოგიდგენიათ როგორც პედაგოგს აი ამ ტიპის სახელმწიფოში თქვენი ფუნქციონირება? ამ მომენტში მახსენდება მე მაჰათმა განდის სიტყვები, რომელიც ამბობს: საშიში კოლონიზატორი და ოკუპანტი კი არ არის, არამედ ოკუპანტის გამოზრდილი შენივე თანამემამულია საშიში. ოკუპანტის გამოზრდილი თანამემამული ვინ ყავს საქართველოში, მე მგონი აბსოლუტურად ყველა ხვდებით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამტარებელია იმ ინტერესების, რომ მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მიიღოს და მეტი ფული როგორ უნდა მიიღოს? ხალხის ტოტალიტარული რეჟიმის მართვით. ისევ დაუბრუნდები დათა თუთაშხიადან მოსე ზამთარაძის ეპიზოდს. რითი მართავს ის ხალხს? შიმშილის შიშით? რას აკეთებს ერთმანეთში, რომ არ გაიხადონ ერთმანეთი მოკავშირედ მას, ვისაც გაიღვიძება გონება? სპირიდონა სულანჯია იმისთვის დასაჯეს, რომ სპირიდონამ გააცნობიერა, რომ არქიპოს ეთური მხოლოდ იმდენს გვიხდის, რამდენი საარსებოდ არის საკმარისიო. და ამისთვის მას წაართვეს სამუშაო და შემდეგ 100.000-ს ავალებს. 100.000-ს, რომელსაც გამოიჭერს დასმენაში. და კარგიო, არ დაგჭიო, არ გაგიშვებ გაუბაღჭიო, ოღონდო, წადიო, კოკინაშვილებთან მიდიო, უთხარი რომ სპირიდონა სულანჯია იმიტომ დასაჯეს,
რომ არქიპოს ეთურზე ცუდი რამეები უთქვამსო და კოვლენკო მიიტანა ეს ამბავი თაბაგართანო. ასინათა წასვლის წინ კიდევ ერთხელ შეახსენებს ეტყვის. მოიცა. თუ კოკინაშვილები არ არიან ადგილზეო, მაშინ კოვლენკოსთან მიდიო. უთხარი რომ სპირიდონა სოლანჯია იმიტომ დასაჯეს რომ ცუდი უთქვამსო არქიპოს ეთურზეო და ეს კოკინაშვილმა მიიტანა ეს ამბავი თაბაგართანო. ანუ ნახეთ რა ხდება. ფაქტობრივად ერთიც შეთხზულია, მეორეც შეთხზულია. თავარია აქ ქაოსში ამყოფოს საზოგადოება. რომ საზოგადოება მოკავშირე არ გაიხადოს ერთმანეთის ნდობა დააკარგინოს. რა გააკეთა ივანიშვილმა ამ 12 წლის განმავლობაში? გარდა იმისა, რომ დაშალა, დააკუცმაცა ოპოზიცია. რითი დაშალა? ფულით, მოსყიდვით, შანტაჟით და რა ცდილობს რომ ადამიანები არ გაერთიანდნენ. და ადამიანები იყვნენ დაშლილი. მაგრამ ბოლო დღეებმა აჩვენა რომ მე მგონი საზოგადოება არის ერთიანი, ხო? და სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ერთიანობის ზალა, თქვენ ასე არ ფიქრობთ? ჩვენ ვართ ვეფხისტყაოსნის ერი. შესაბამისად, ვერანაირი არქიპოს ეთურები ვერ გახდებიან ვერაფერს და ვერ იღისებიან იმას, რომ ქართველი არ ქართველობდეს, ქართველში პატრიოტიზმი ჩაკლას, ქართველში თავმოყვარეობა ჩაკლას, თავისუფლება და ასე შემდეგ. სხვათა შორის მე დავდივარ აქციებზე და მინდა გითხრათ, რომ სრულიად უცხო ადამიანების გვერდში ვდგები, ვეცნობი, ვესაუბრები, მაინტერესებს საიდან მოვიდნენ, რისთვის მოვიდნენ და სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები არიან. ერთი მიზნით გაერთიანებულები, ყველა სატკივარი არის ერთი, სამშობლოს გადარჩენა. დიახ, გადარჩენა. რატომ? მართლა უფსკრულის პირას ვართ. თუ კი არ გავერთიანდით ქართველები, პატრიოტული გრძნობით არ შევიკარით და სამშობლოს გადარჩენას არ ვეცადეთ, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს და ის 200 წელიც აღარ გვეყოს, რაც უკვე გამოვიარეთ ჩვენ რუსეთისგან ტანჯვა-წამება. რუსეთმა ამ დროის განმავლობაში გვაჩვენა, რომ სინამდვილეში ისინი მართლმადიდებლები კი არა არიან. არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ კერთხაყვანისმცემლები და ძალიან მარტივ არგუმენტს გეტყვით. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მართლმადიდებელი ერი ვნების შვიდეულს აღიქვამს როგორც ყველაზე მძიმე კვირა და ამ დროს ყველა და ყველაფერი გარიმდებულია და მხოლოდ სინანულში ლოცვასა და მარხვაში ატარებს ნამდვილი მართლმადიდებელი იმ დღეებს. შემდეგ დგება დღესასწაული, რასაც ბრწყინვალე აღდგომა ქვია. და ბრწყინვალე აღდგომაში ჯვრისწერაც კი არ კეთდება, იმიტომ რომ ეს არის დღესასწაული და არ შეიძლება ამაზე მაღალი დღესასწაული რაიმე იყოს. რუსეთს არც ვნების შვიდეულში, არც ბრწყინვალე შვიდეულში არ გაუჩერებია ომი. ეს ნათელი დასტურია იმისა, ხო? კონკრეტული ქალაქები. სამწუხარო რეალობა და ეს ფაქტია. მე ვერ ხედავ. ქალბატონო, თუ მაგალითად მომავალში იმ შემთხვევაში თუ კი ქართული ოცნების ხელისუფლებას კვლავ მიეცემა ასეთი უხეში ჩარევის შესაძლებლობა, ხო? რა რისკებს უნდა ველოდოთ და ის რომ მაგალითად ეროვნული სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს, ეს არის პირველი ეტაპი, დასაწყისი იმისა, რომ შესაძლოა ხვალ სასწავლო პროგრამებიდანაც გაქრეს ეს ავტორები და ნაწარმოებები? ანუ რა არის ჩადებული იდეაში თქვენი აზრით ამაში? ეროვნული გამოცდები ასე ქვია ჩვენს მისაღებ გამოცდებს. შესაბამისად, როდესაც ასეთი ნაწარმოებები პროგრამიდან ამოიღე, დაგჭა მხოლოდ სახელი ეროვნული გამოცდები. ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია, რომ ზღვარი დაბლა და დაბლა დაწიეს. ამოიღეს გამოცდა, რასაც ქვია ზოგადი უნარები. რატომ? იმიტომ რომ ამ გამოცდის ჩაბარება ყველაზე მეტად უჭირდათ. რატომ? იმიტომ რომ ამდენი უმაღლესი სასწავლებელი და ვაკანტური ადგილებია შესავსები. ანუ ნახეთ, მე ვხედავ რომ განათლების სისტემა გადაიქცა ყველაზე მაღალ მომგებიან უდანახარჯო ბიზნესად. სამწუხარო რეალობა ამას გვიჩვენებს. და ეს, როდესაც მე ამას ვხედავ, მე ძალიან მაშფოთებს. რატომ? ამდენმა ადამიანმა დიპლომი მიიღო და მე ბუნებრივია მას აქვს დასაქმების სურვილი, ხო? როდესაც გამოდის სამინისტრო და ყველა საზოგადოების ყველა ფენა ძალიან მარტივად ხელს იშლებს საშუალო სკოლებზე, რომ არიქა საშუალო სკოლაში რა ხდება, რატომ არ ასწავლიან და თითქოს ყველაფერი სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. ეს პრობლემა არის ძალიან მასშტაბური. ქცევები, ზრდილობა ისწავლება ოჯახში, საბავშვო ბაღში. სკოლაში უკვე უნდა ისწავლებოდეს საგნები, ხო? მაგრამ ახლა ნახეთ რას ვხედავთ ჩვენ. ადამიანებმა მიიღეს დიპლომი და მე ისევ მათ მიერ, ისევ სამინისტროს მიერ დაყენებულ პრობლემას ვამბობ. დიპლომის შემდეგ კომპეტენციის დასადასტურებლად დაჭირდა საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდის ჩაბარება.
და ამ გამოცდის ჩაბარების პრობლემაც ცალკე დადგა ვიღაცებისთვის არ დადგა. მაინტერესებს, როგორ მიიღო ადამიანმა დიპლომი, თუ კი საგნობრივი კომპეტენცია არ არის დამაკმაყოფილებელი. დამაკმაყოფილებელზე აქვს საუბარი, უმაღლესზე არა. ანუ მარტივი რომ არის ხელის გამოშვერა სკოლებისკენ, რატომ ავიწყდება საზოგადოების ძალიან ბევრ ნაწილს, რომ ის დიპლომები, რომლის მფლობელიც საგნობრივ კომპეტენციას ვერ ადასტურებს, უმაღლეს სასწავლებლებში გაიცა. და იცით, იმიტომ გაიცა, რომ ადამიანმა, რომელმაც სწავლის საფასური იხადა, ბუნებრივია მას ეუხერხულება, რომ დიპლომი არ გაატანოთ, ალბათ. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ხვდები ამას, რატომ. თქვენ უნივერსიტეტებში სწავლების ხარჯის პრობლემაზე საუბრობთ? ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ უნივერსიტეტის დიპლომი საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ შემდეგ მასწავლებელს საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება აღარ უწევდეთ ამას გულისხმობთ? მე ვფიქრობ, რომ ხარისხიან განათლებას უნდა იღებდეს ადამიანი სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც. როდესაც მე ყოფილი მოსწავლეები მხვდებიან და მეუბნებიან ყველა სასწავლებელს არ ეხება, რა თქმა უნდა, რომ მასწავლებელო, რა თქვენ გვასწავლეთ, ისიც დაგვავიწყდა. ეს არის ჩემთვის საშინელება. ნამდვილი საშინელება. უმაღლესი სასწავლებელი იმას, რასაც სკოლაში სწავლობს, შემდეგ საფეხურზე უნდა აყავდეს ახალგაზრდა, ხო? და არა რაღაცა ფორმალური გამოცდებით ჩააბარა, ფორმალური დიპლომი აიღო და შემოდო თაროზე. ანუ ჩვენ საზოგადოებას ყველგან ყველა სფეროში გვაქვს პროფესიონალიზმის დეფიციტი. ერთ-ერთი მიზეზი შიშისა საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც ხედავს საფრთხეებს ხელისუფლების და ვერ ამბობს, ერთ-ერთი მიზეზი ეს მგონია, ნაკლები პროფესიონალიზმი. რომ ეშინია, რომ აი მე თუ ამას დავკარგავ, მე ვეღარ შევძლებ ამავე პროფესიით დასაქმებას. ერთ-ერთი მიზეზი მგონია და არა ერთადერთი. ბატონო. ქალბატონო ლია, თქვენი აზრი მაინტერესებს ასევე იმასთან დაკავშირებით, რის გამოც 100,000-ობით ადამიანი ამ დღეების განმავლობაში დგას საქართველოს ქუჩებში, ხო? და კონსტიტუციის 78 მუხლთან დაკავშირებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ ამ წლების განმავლობაში დასავლეთმა ძალიან დიდი რესურსები ჩადო ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, ხო? პრინციპში იგივე მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება იქნება თუ სხვადასხვა რესურსები ხორციელდება სწორედ ევროპული ქვეყნების დახმარებით, ხო, ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით. თუ კი აი ამ სივრცეს მოწყდება ჩვენი ქვეყანა და მოექცევა იზოლაციაში, რა შეიძლება დაემართოს ქართულ სკოლას? იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ყველა მაღალჩინოსანი შვილი სწავლობს უცხოეთში ან უცხოენოვან სკოლაში, ხო ან კერძო სკოლებში სწავლობენ. მაგალითად, დღეს გავიგეთ, რომ თორნიკე რიჟვაძემაც კი საჯარო სკოლიდან გამოიყვანა თავისი შვილები და ამერიკულ სკოლაში შეიყვანა. ვიცით, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსანთა შვილები სწავლობენ ან უცხოეთში, ევროპასა და დასავლეთში, ან კერძო დასავლურ სასწავლებლებში. აი ამ ფონზე, როცა ქვეყანას იზოლაციაში აქცევენ და შეიძლება ხვალზეგ შეგვიჩერდეს საერთოდ ხო დასავლური დახმარება საგანმანათლებლო სისტემაში. რა შეიძლება დაემართოს ქართულ სკოლას, საჯარო სკოლებს და ზოგადად ჩვენ საგანმანათლებლო სისტემას? საგანმანათლებლო სისტემაში იმდენი პრობლემა, მაგ გრანტების მიღმა მეტი რომ არ შეიძლება. გულისხმობ რას? სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სკოლა ვერ პასუხობს ელემენტარულ მოთხოვნებს და ამიტომ არსებობს ჩვენს ქვეყანაში მახინჯი სისტემა რეპეტიტორობისა. დიდი ბოდიში მომითხოვია, თუ ვინმეს უხერხულად გაჟღერდება ეს ჩემი სიტყვა რატო. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით უფასო სახელმწიფო კანონით უფასო განათლება გვეძლება სკოლებში. ხო? რამდენი მოსწავლე აბარებს რეპეტიტორის გარეშე ეროვნულ გამოცდებს? ალბათ ძალიან ცოტა. მე პირადად პრინციპულად უარს ვამბობ კერძო რეპეტიტორობაზე. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, არ ვთვლი რომ ეხლა ვიღაცაზე უკეთესი მასწავლებელი ვარ, მაგრამ არც ვინმეზე ნაკლები მასწავლებელი ვარ, ხო? ერთი მოსწავლეც კი არ მყავს, რეპეტიტორი არ ვარ არავისი. რეპეტიტორი ვარ მე ჩემს გაკვეთილზე, ჩემს მოსწავლეებთან და თუ დახმარება მათ ჭირდებათ, შემიძლია ნებისმიერი დრო დავთმო მათთვის, რასაც ისინი გამონახავენ საკუთარ ცხოვრებაში თავისუფალ დროს და დავეხმარო. ნებისმიერისთვის დასახმარებლად, გინდ ნაცნობი, გინდ უცნობი, სხვათა შორის ბევრი უცნობისთვისაც გამიწევია ისეთი დახმარება, რომ მართლა არც მანამდე ვიცნობდი და არც მე ვერ ვიცი სად წავიდა და როგორ მოიქცა. ანუ ჩვენი განათლების სისტემის ყველაზე დიდი კრახი არის ეს. რეპეტიტორის გარეშე ძალიან ცოტა ვიცი, ძალიან ცოტა. ერთადერთი მე მაგალითად ვიცი მხოლოდ ჩემი ძმისშვილი,
რომელიც მე-14 სკოლის მოსწავლე იყო, მაგრამ ამ ბავშვმა თვითონ გააცნობიერა, რომ საკუთარ თავზე თუ არ იმუშავე, რეპეტიტორთან სიარულს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ნამდვილად ჩააბარა რეპეტიტორების გარეშე და მე მადლობას გადაუხადე მე-14 სკოლას. დიახ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ინფრასტრუქტურა არის მოშლილი ხო საჯარო სკოლებში. ძალიან ბევრ სკოლაში სველი წერტილების პრობლემაც გას, ხო 21 საუკუნეში. არ აქვს ბავშვად კვების ობიექტები და ასე შემდეგ, ბავშვებს შეიათ სკოლებში. აი ამ ფონზე, როდესაც თქვათ მოაკლებად ის რესურსებიც კი, რომელსაც არ იმედებს სახელმწიფო, ხო? არ გამოყოფს ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ სულ იმიზეზებს, რომ ბიუჯეტი არ არის, ბიუჯეტში რესურსები არ არის და გვეხმარება ამ დროს დასავლური ქვეყნები, ევროკავშირი და ასე შემდეგ. თუ კი ესეც აღარ იქნება, რა რეალობაში აღმოჩნდება სკოლები? მე გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ სკოლაში მოსწავლე შეია. შეია არა იმიტომ, რომ თქვათ, ამდენად დუხჭერი ცხოვრებაა ოჯახებში, არა. ოჯახებში სამწუხაროდ მშობლებს უწევთ 1, 2, 3, 4, ალბათ 5 სამსახურში ერთდროულად მოძრაობა და აღარ აქვს დრო, რომ დილას იმ დროს ადგეს, რომ საუზმე გაატანოს შვილს. იმიტომ რომ ჩემ სკოლაში მაგალითად ბუფეტი არ არსებობს. შესაბამისად ამ ბავშვებს უხდებათ რაღაცა სახელდახელოდ ირგვლივ მაღაზიებში შეიძინოთ, ეს არ არის ის საჭმელი, რასაც ჯანსაღიკვება ქვია. და შესაბამისად ეხლა ჯანსაღიკვება რამდენად მნიშვნელოვანია სწორი განვითარებისთვის და გონებრივი აქტივობისთვის, თქვენც ალბათ ჩემზე უკეთესად იცით და მე პირადად ძალიან დიდ პრობლემას აქედან ვიწყებ და ვხედავ. როცა მოსწავლეს შეია რამდენად რეალურად შეიძლება იყოს ის მსმენელი გაკვეთილზე თუნდაც. გარდა ამისა, როცა ჩვენ ხელისუფლებისგან ვისმენთ, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, სადა ისახა ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გარდა მათი ჯიბეებისა, ჩემს ჯიბეში არ ასახულა. ეკონომიკაში ვერ ვხედავ მე, რომ რომელიმე ფენის საზოგადოება ორნიშნა რიცხვით არის მის ხელფასები და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებული. თუ ასე ორნიშნული ციფრებით იზრდება ჩვენი ეკონომიკა, რატომ გახდა შეუძლებელი, რომ სასკოლო საზოგადოებისთვის თუ არა მინიმუმ მოსწავლეებისთვის ყოფილიყო კვება სკოლაში, რომ ეს პრობლემა მაინც მოიხსნას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოდი ვაღიაროთ ეხლა ინფრასტრუქტურებით ნამდვილად ვიწონებთ თავს არაერთი აშენებული სკოლით, თუნდაც არ ჩაბარებული სკოლით და სამწუხაროდ ლაბორატორიებში არის აღჭურვა შესაბამისი? მე პირადად საკუთარ თავზე გამოვცადე მოსწავლეობა რას ნიშნავს ალტერნატიულ ფარდში და მხოლოდ დაფაც არცი და წიგნით ჩატარებული გაკვეთილები და როდესაც დაიწყო ტელესკოლის გაკვეთილები, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ეს და განვაზოგადო, რომ ტელესკოლის პროექტი იყო ეს საუკეთესო, რაც პანდემიის პერიოდში გაკეთდა, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს რესურსიც წაგვართვა. არ ვიცი, არ მესმის, როდესაც ტელესკოლა განათლება გააუქმეს და მის ნაცვლად ჩართეს პარლამენტი, რომელსაც 24 საათის განმავლობაში აწერია პარლამენტი და მეტი არაფერი. პარლამენტის ხდომები, როდესაც ირთვება საჯაროდ, გადის აჭარის ტელევიზიაზე, გადის პირველ არხზე საზოგადოებრივზე და მაშინ გადის პარლამენტზეც. სხვა დროს ეს არხი გაჩერებულია. არადა საგანმანათლებლო არხზე ისეთი კარგი ფილმები გადიოდა გარდა გაკვეთილებისა და ჩემი ძმისშვილის მაგალითზე გავიმეორებ, რომ ამ ბავშვმა რეპეტიტორები იმიტომ არ აიყვანა, რომ თუ კი რაღაც საკითხი უჭირდა, აი იმ ტელესკოლის გაკვეთილებს უსმენდა და იქიდან იგებდა, იქიდან იაზრებდა. ანუ ის იყო მისთვის საუკეთესო დამხმარე რესურსი და მე პირადად როგორც მასწავლებელი ძალიან ხშირად ვიჯექი ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის გაკვეთილებს სიამოვნებით ვუყურებდი, იმიტომ რომ მე ასეთები არ მღირსებია ჩემს მოსწავლეობაში და რესურსები აქვს პედაგოგებს, ასე ირწმუნებოდა წლების განმავლობაში სამინისტრო, ანუ იტყუებოდნენ. არ არის სამწუხაროდ ჩვენ სკოლაში ეს აღჭურვილობა. სხვა სკოლებისას ვერ გეტყვით, მაგრამ შედეგებში მე ვერ ვხედავ. შედეგებში მინდა დანახვა ამ ყველაფრისა. მაინც რომ შევაჯამოთ ეს პროცესი, აი ამ მოცემულობიდან, რასაც ვხედავთ, იმ პროცესებიდან, რასაც ვხედავთ საგანმანათლებლო სისტემაში, დაწყებული თუნდაც აი ამ ავტორების ამოღებიდან, აი ამ ცნობილი ნაწარმოებების ამოღებიდან, რომელიც ხაზს უსვამს ხომ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის ხაზგასმული ამ ნაწარმოებებში და იმ დაანონსებული რეპრესიებიდან, რასაც ვთქვათ, ხელისუფლების შენარჩუნების შემთხვევაში გაატარებს ქართული ოცნება, რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რა შეიძლება დაემართოს ქართული ოცნების ხელისუფლების ხელში ქართულ საგანმანათლებლო სისტემას. მე ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ მათ შერჩათ ძალაუფლება, მე მათგან არ ველოდები არაფერს ეროვნულს. ამიტომაც ყველა ქართველმა უნდა გაიღვიძოს, ყველა ქართველმა უნდა გააცნობიეროს. შვილების პატრონებამ მით უმეტეს, ხომ უნდათ უკეთესი მომავალი.
მე ყოველი ჩემი მოსწავლისთვის მინდა უკეთესი მომავალი და მაქსიმალურად ვცდილობ. ამიტომ არ შეიძლება აქ უბრალოდ დათმობაზე წასვლა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ქუჩზე კაცი უნდა გამოვიდეს მათი შვილების ინტერესების დასაცავად. ჩვენი საქართველოს უკეთესი მომავლის დასაცავად. იმიტომ რომ ჩვენ გვყავს მოსწავლე ახალგაზრდობა, რომლებიც შესანიშნავად აზროვნებენ და ამ ყველაფერს სჭირდება სწორი მიმართულებით განვითარება, რომ გამოადგეს ისევ ჩვენს ქვეყანას და მე მჯერა, რომ ჩვენი მოსწავლეები, ჩემი მოსწავლეების მაგალითიდან გამომდინარე ვსჯელობ, საქართველოს უკეთეს მომავალს შექმნიან. ისინი გაცილებით უკეთესად აზროვნებენ, ვიდრე მე ვაზროვნებდი მათ ასაკში. თუმცა ეს იმის დამსახურებაც მგონია, რომ ისინი დაიბადნენ უკვე დამოუკიდებელ საქართველოში და მათ ჰქონდათ განვითარების ის საშუალებები, რაც მე არ მქონდა. ამიტომ მე მინდა ჩემს მოსწავლეებს ამ ეთერის საშუალებით მიმართო და ვუთხრა, რომ თქვენ ყველაზე მეტად ხარისხიანი განათლებით შეგიძლიათ გადაარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მისცეთ საქართველოს უკეთესი მომავალი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონელია გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მართალია 5 საათი დამჭირდა გზაში სანამ თქვენამდე მოვაღწიე, მაგრამ დიდი მადლობა რომ დამელოდეთ და ეს შეხვედრა შედგა და მომეცით საშუალება რომ ჩემი გულის ტკივილი, ჩემი ფიქრები და აზრები გამიზიარებინა საზოგადოებისთვის. მადლობა თუ კი ვინმე ყურადღებით მომისმენს.